მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, ეს არის არხი ბერსერკი და დღეს მე გადავიღებ Stronghold Crusader Wars. ვისაც მოგეწონებათ ეს თამაში, დაწერეთ კომენტარებში, გინდათ თუ არა გავაგრძელო. დღეს უბრალოდ სატესტო ეპიზოდს დავდებ, რომ შეამოწმოთ როგორი თამაშია ეს. ძალიან საინტერესო თამაშია. ტაქტიკური თამაშია, ვიცი რომ ბევრ ადამიანს ძველ მოთამაშეებს ეწერა. მე ამ თამაშის ერთ-ერთი უძველესი მოთამაშე ვარ. ვინც არ იცის, ამიტომ გადავწყვიტე. გადამეღო ეს თამაში, დამეხურა. აქ როგორც ხედავთ, მე ეს თამაში უკვე დახურული მაქვს. DLC ეპიზოდებს თუ არ ჩავთვლით, რომელიც არ მითამაშია. ესენიც თავის დროზე გავლილი მაქვს. დამატებითი მისიები არის ეს თუ არ ვცდები. საერთოდ დამატებითი მისიებზე გავამახვილებ ახლა ყურადღებას. ასევე მეგობრებო, მაინტერესებს ვინმე თუ თამაშობთ ამ თამაშს და კონკრეტული რაიმე ტური თუ გაქვთ და მაპი სადაც გაჭედილი ხართ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, მაგალითად, პირველ მაპზე თუ ხართ გაჭედილი საიტი, მე აი ზოდიაქოს მიხედვით რომ მითხრათ. მე კონკრეტულ თქვენ არჩეულ მაპებს გავივლი და დავხურავ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. რადგან ვიცი რომ ძალიან ბევრი ისეთი მაპია, რომელსაც ბევრი მოთამაშე ვერ გადის, რადგან არის ძალიან რთული. განსაკუთრებით დამწყები მოთამაშეებისთვის ზოგიერთი მაპი შეუძლებელი ჩანს, ხოლო ვინც ბევრს მუშაობს, ყოველთვის იჭედება აი ამ მაპზე. ძალიან ბევრი იჭედება ამ მაპზე. მეც თავის დროზე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ გადავლახე. ამიტომ თუ ვინმეს გიწერიათ და ვინმეს გსურთ აი ამ თამაშის გადაღება, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გადავიღებ. დღეს რაც შეეხება ერთ ჩვეულებრივ რაუნდს ვითამაშებ. ავირჩევ დიდ მაპს. მოდი იყოს რაიმე ნორმალური რა. აი ეს იყოს. და მოწინააღმდეგე იყოს ერთ-ერთი სუსტი მათგანი ავარჩიოთ, რადგან მარტივად დაგანახოთ ამ თამაშის სპეციფიკა. მოდი იყოს ეს ყველაზე სუსტი ესაა მგონი. მე ჩემ თავს რატო ვერ ვაადგილებ? ვერ შემიძლია? კაი, აგერ იყოს მოწინააღმდეგე შორს დავსვათ. ფული ბევრი ავიღოთ. ეს არის კრეატივ მოდი ჩათვალეთ, კრეატივი არა, უბრალოდ საჩვენებლად განახებთ თუ როგორი თამაშია. თუ მოგეწონათ გადავიღებ აუცილებლად. თავარი პრინციპი ამ თამაშის არის ტაქტიკური თამაში. სწორი განლაგებები, ეკონომიკის მართვა და ჯარის შეკრება, რათა გაანადგუროს სხვა მოწინააღმდეგეები. როგორც ხედავთ, მოწინააღმდეგე აქ არის. ჩვენ სანამ ჩვენს სკლადს არ დავდგამთ, მე რუსულ მენიუზე ვარ მიჩვეული, ეს ინგლისური ახალია, ჩემთვის ამ თამაშისთვის რუსულად თამაშობდი. როდესაც ჩვენ სკლადს დავდგამთ, შემდეგ უკვე შეგვეძლება თამაშის დაწყება. აი როგორც ხედავთ, ხალხიც არ გამოდის, რომ დავასაქმოთ. ვინც არ იცით, ახლა მენიუ მარტივად აგიხსნით. მარჯვენა ზედა კუთხეში არის ნაჩვენები, ჩვენი ხალხის რაოდენობა და სიყვარული. როგორც ხედავთ, ჯერ ხალხი არ ყავს, 123 კაცს უყვარვართ. 123% გვაქვს სიყვარულის, ასე ვთქვათ, რადგან როგორც მოგეხსენებათ, საკვები, თანხა, საკვები, სასმელი და რწმენა. ესენი ავსებენ ჩვენ პლუსებს და სახლები. როდესაც ყველაფერი თანაბრად და სტაბილურად არის, კაც უნდა იღიმის. კაც უნდა თუ იღიმის, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი გამოვა მუდმივად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარი შექმნა შევძლებთ, მუშების დასაქმება შევძლებთ. თუ გვინდა რომ ეს დადებითი ემოცია შევინარჩუნოთ და მუდმივად იღიმოდეს ეს კაცი, მუდმივად დაგქონდეს პირველ რიგში სახლი, რომ ადამიანებმა იცხოვრონ, საკვები და ეს სხვა კომპონენტები თუ გვექნება, ესა უკეთესი, რადგან რაც უფრო მეტია სმაილი, მით უფრო მეტი მალე გამოდის ჯარი და მით უფრო უკეთესია. და გადასახადების დაწესებაც შეგვიძლია, რაც კრიტიკული სიტუაციების კი არა, მთლიანი ეკონომიკის დროს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ჯარის შექმნა შევძლებთ. ჯარით კიდე შეტევაზე განხორციელებას, შეტევაზე ძალიან მარტივად გადავალთ. ვინც არ იცით, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო და მინდა რომ ყველაფერი გასაგები იყოს ნებისმიერ თამაშს, რასაც გადავიღებ. ჩემი მონაცემების კომპიუტერისთვის მაღალ თამაშებს ვერ გადავიღებ, ამიტომ ამჟამად რაც შემიძლია იმას გადავიღებ. და კიდევ ერთი.
ვარე, მოდი თანდათან დავიწყებ თამაში და შემდეგ ნახავთ ყველაფერს. აი პირველ რიგში ამოგვიგდო ჩვენი რესურსები, რა გაგვაჩნია ახლა მე ყველაფერი მაღალ დონეზე მაქვს არჩეული. ყველაფერი გვაქვს. პირველ რიგში როგორც ხედავთ, რამოდენიმე ხალხი გამოვა ახლა 10 კაცი უნდა გამოვიდეს წესით, რადგან 10 სახლი გვაქვს. არა, 8, აი აგერ აწერია. დავდგამ სახლებს. მორჩაი როგორც ხედავთ, პოპულაცია იმატებს. 24 მაქსიმუმი ადამიანების რაოდენობა. მოდი ახლა მე ჩემი ტაქტიკით მივყვები. პირველ რიგში გვჭირდება ხის ჭრელები. რადგან ხი აუცილებელი რესურსია. შემდეგ გადავალთ ხოლმის მრეწველობაზე. ვიყიდი ხეს, ბევრი არ ვიწვალო და ხე ასე ხელთ არ ვიყიდო, მე ყოველთვის ვყიდულობ მარკეტს. როდესაც არის საშუალება, რა თქმა უნდა, მარკეტით ავწევ რამდენი მინდა ხე იყოს და მუდმივად მაგდენი იქნება, მაგრამ თანხა გვაკლდება, რადგან ვყიდულობთ, ეს არის მარკეტი. შესაბამისად, დავდგამ რამოდენიმე ფქვილის ქარხანას. პური არის ყველაზე კარგი ქარხანა საკვების გამომუშავების მხრივ, რადგან ყველაზე ნელა მთავრდება და ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს. ეხლა ბევრ რაღაცებს გავაკეთებ, რომ უფრო ნათლად ჩანდეს, თორე აი ამ თამაშის დამთავრება ძალიან მალე მირჩევნია. აი როგორც ხედავთ, მოწინააღმდეგე უკვე ვითარდება. პატარა ჯარიც გამოუშვა, რომ შემოგვიტიონ. მაგრამ ჩვენც ყავს ჯარი და დავხვდებით ძალიან თბილად. ეს არის რკინის ქარხანები, რკინის ქარხანები საჭიროა იმისთვის, რომ ორი დანიშნულება აქვს რკინის ქარხანა, სულ პირველი არის იარაღების მრეწველობაში და წარმოებაში გვიწყობს ხელს, მეორე არის შეგვიძლია გავყიდოთ და ფული ვიშოვოთ. ამ შემთხვევაში, ზოგადად ამ შემთხვევაში ყველაზე პროდუქტიული არის ვაწარმოოთ იარაღი, რადგან ჯვაროსნების არმიის გამოშვება იარაღების მრეწველობით ბევრად იაფიჩდება. და ბევრად მომგებიანია, რადგან ჯვაროსანი რაინდები უფრო ძლიერები არიან. რამოდენიმე მასაც დავდგამ, ეს არის ქვის ქარხანები, ეს არის ქვა. Not enough workers available to run this building. როგორც ხედავთ, მუშები გვაკლია, ამიტომ უნდა დავუმატოთ სახლები. Can't place that there, my lord. მოდი შეტევაზე გადავიდეთ. ესენი გავანადგუროთ, არაფერს არ წარმოადგენენ ესენი. მაგიტომ ამის ყველაზე სუსტი მოწინააღმდეგე. რაც შეეხება ქვას. ქვის წარმოება ხელს გვიწყობს იმაში, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ კედლები, შეგვიძლია შემოსაზღვროთ, როგორც ჩვენ გაგვეხარდება ისე ჩვენი ბაზა. მე როგორც ხედავთ, აი ასე შემოსაზღვრავ. და მოწინააღმდეგე იძულებულია ჩემი კარიბჭე რა ჩემი ღობე გაანგრიოს, სანამ ჩემამდე მოვა. აქ ესე უკვე კარიბჭეები, დიდი კოშკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის დროს, რადგან კოშკზე განთავსებული მშვილდოსნები, არბალეტები ყველაზე დიდ დაცვას აკეთებენ. მთავარი თამაშის პრინციპი და ჩემი ტაქტიკა ის არის, რომ ყოველთვის თავდაცვა არის პირველი და საუკეთესო თავდაცვა შემდეგ თავდასხმად უნდა გადავაქციოთ. ყოველთვის თავდაცვითი პოზიცია მიჭირავს. თავდაცვითი პოზიციის დროს კიდე ეკონომიკურად ვითარდები. როდესაც ეკონომიკურად დავასრულებ ყოველ ასე ვთქვათ, მოქმედებას, მექნება სასმელი, ალკოჰოლი, რომელიც პლუსებს მაძლევს, რწმენა, ტაძარი, როდესაც მექნება სანთლები, რომ ხალხმა შეძლო ლოცვა, ესეც პლუსს გვაძლევს ჯარზე დიდ ზეგავლენას ახდენს. საკვები თავისთავად, როდესაც გაქვს, შემდეგ ბევრი სიყვარული გაქვს ხალხის და მარტივად შეგიძლია კონტროლი მოახდინო მოწინააღმდეგეებზე. მოდი ახლა პატარა ჯარს შევყრივავ და მალე დავასრულებ ამ თამაშს. როგორც მოგეხსენებათ, აი აქედან კიდევ ცოტათი გვიდევენ, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ახლა მაღალი დონის ჩავთე რესურსები და ყველაფერი გვაქვს. ეს მოწინააღმდეგე ყველაზე სუსტი მოწინააღმდეგეა. არავით არ პრობლემას არ ქმნის ჩვენთვის. თანამ ვიდეოს მე ხმასაც გავასწორებ რაღაცა. პერსონაჟები გონი ძალიან ხმაღლა საუბრობენ და ჩემი ხმა კარგად არ ისმის. შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, რომელი მეფის განადგურება გსურთ და რომელი მეფესთან რა ტაქტიკები გინდათ
რომ გითხრათ. New orders, sire. იმიტომ რომ ყველა მეფეს და ყველა Slice them. ასე ვთქვათ. ყველა მეფეს თავისებური მიდგომები უნდა. იმას როგორც ხედავთ ახლა. ყველაზე სუსტი დეფენსი აქვს. არაფერი არ უნდა იმის განადგურებას. ელემენტარული 24 ცხენოსნითაც შეგვიძლია გადავუაროთ. ყველაზე ეფექტური კოშკების მხრივ და ანგრევის მხრივ არიან ცხენოსნები. ცხენოსნებს შეუძლიათ მოძრავ მდგომარეობაში ბრძოლა, რაც დიდ უპირატესობას იძლევა ამ თამაშში. ასევე დიდ უპირატესობას იძლევა ტექნიკები, როგორც არის ტრებუშეტი. ტარანები არ არის, მაგრამ გვაქვს ტრებუშეტი, კატაპულტები, burning cards, ესენი არის იწვის, ეს არის დაცვა, მანტალეტი. აქ შეგვიძლია მშვიდოსნების ჩასვლა, სანამ ეს არ განადგურდება, მშვიდოსნებს სიცხლე არ დააკლდებათ. For orders. ეს არის კარიბჭეებს ანგრევს. ბალისტრები გვაქვს და ესეც კატაპულტი არის, ოღონდ უფრო ძლიერი. ჯარის მხრივ კიდევ გვაქვს ორი სახის არმია, ეს არის მუსლიმების არმია, ეს არის ჯვაროსნების არმია. ჯვაროსნების არმია ბევრად ძლიერია მუსლიმურ არმიაზე. იარაღების წარმოებას ჯერჯერობით არ ვაპირებ, ხარ მჭირდება. მაგრამ განახეთ, რომ ეს არის მთავარი, ეს არის აბჯარი, რომელიც თითქმის ყველას ჭირდება, რადგან აბჯარი თუ გაქვს, შეგიძლია გამოუშვა ნაჯახის მებრძოლები, ხმლის მებრძოლები და არბალეტები, რაც ყველაზე საჭირო მებრძოლები არიან. მოდი ახლა მე შევკრიბო აქ ომლებს და თავს დავესხები არმიას. Peasants needed, sire. აქ როდესაც ახლო ბრძოლებია, ძალიან ბევრი მოთამაშე ერთად თუ იკრიბება, ცოტა FPS დროპებიც იქნება, რადგან ჩემი ვიდეო კარტა ძალიან სიძლიერით არ გამოირჩევა. ამიტომ რაღაც ლაგები გვექნება. ეს ეხა დავამუღამე, შრიფტით უფრო სწრაფად დადის. იქით. შევხედეთ. ეს მეც არ ვიცოდი აქამდე, ეხა გავიქებ. რაღაცებს ცოტა გვინოსწავლო, მაგრამ თავარ დეტალები ამ თამაშის ვიცი. ამის პირველ ეპიზოდიც დახურული მაქვს თავიდან ბოლომდე, თავისი DLC, დამატებითი მისიებით. მეორე ნაწილიც დახურული მაქვს, ეს ნაწილი არის მეორე. პირველი ძალიან მომწონს, მაგრამ მეორე უფრო გრაფიკულად გამართული მგონია, იმიტომ რომ უფრო კარგად ჩანს რაღაცეები წინასთან შედარებით. ესეც არა ძალიან ახალი, მაგრამ თავის დროში საუკეთესოა ამ შემთხვევაში. თავის სტილში ძალიან კარგი თამაშია რა. Recruits needed, sire. всё, ცხენოსნები საკმარისია. ეს game save და გავაუქმო, რადგან თავისით ასეივებს თუ არ ვწდები და ყოველ წამ დავწუ მახსენებს. Sire, command us. მოდი ჯარი დავიწეროთ აქეთ. الخيول جاهزة. აი როგორც ხედავთ კიდე ძალიან სუსტი ჯარისკაცები გვიტევენ, ესენი ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენენ, როგორც აღნიშნე. إلى الخيول. და მათ გავანადგურებ ახლა ცხენოსნებით. مثل الريح. نركب خيولنا. أسرع من الفهد. ცხენოსნებს ეკავთ პლუსი, რომ მოძრავების ესვრიან, لن يلحق بنا أحد. მებრძოლები ვერ გეწევიან და ჩვენ ვანადგურებთ. ننطلق. ეს ძალიან დიდი პლუსია. مثل الريح. أسرع من აქ الفهد. მოვიყვანოთ. კიდე 1.24-იც გამოუშვათ და ეგ არის. ნუ ეგეც ეყოფა ყველამდე. რადგან ძალიან A გაშლილი message from ბაზებია. the rat. You have no right to bear arms against our noble family. აი ამათ ხმებზე დასაწევი მაქვს სავარაუდოდ ძალიან. إنه يوم رائع لنمتطي خيولنا. ასევე Stronghold Crusader 3-ც არის გამოსული, მაგრამ The rat's troops are attacking. დიდი ვერაფერი ვერ არის რა, პირდაპირ გეტყვით. ამ დამპალმა ჯარისკაცები კი Weapons მოიყვანა, needed, მაგრამ sire. ვერაფერს ვერ იზამენ ესენი. Men at arms ready. თქო ჩვენ არბალეტები. Ready and waiting. Attack at will, sir. My lord. No ეროს problem, დაამტრიო sir. ყველაფერი, არაფერი არ გვაკლდება الخيول ჩვენ. جاهزة. مثل الريح. إلى الصحراء. მეჯება დავიწყო ჩეტევა. مثل الريح. We are under attack. A message from the rat. თავარი დანიშნულება არის კოშკები და მშვიდოსნები ჩამოვხსნათ, რადგან ქვეითმა ჯარისკაცებმა თავისუფლად იმოძრავონ. Men at arms ready. მშვიდოსნები გვჭირდება. أين نتجه؟ إلى الصحراء. ننطلق. თითო თვითო ტყავს განმაგებული რა. إنه يوم رائع
ეს მეფე ასეთ თამაშებში არის არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი მეფე ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეა და მეორე მასთან ერთად ეს იბრძვის, მაშინ ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს. აი როგორც ხდება თითოეულ დეტალს ყურადღებას იქცევა უნდა თუ არა და ასე დაკარგავ ძალიან მარტივად ჯარისკაცებს. ცხენოსებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, როდესაც ამოძრავებთ. და ძალიან სუსტი დაცვა აქვთ. და მარტივად შეიძლება დაეცნენ. I'll serve thee well. მოდი Bikes at the ready. ეს დაამტვრიეთ რა. ბიჭებმა დაადეფენსეს მარტივად. აღერ 24 ბრძოლს სანამ ეს ჩამოვლენ. მოდი ნინძები გამოუშვათ. Recruits needed, sire. Our swords are ისინი yours. ძალიან ნელები არიან, მაგრამ ძალიან ძლიერები. Look lively, pikes. Use your blades, lads. إلى الصحراء مثل الريح نركب خيولنا ეს შემოტევის თავი კი ყოველთვის الخيول جاهزة ეს ცხენოსნები კი თავი ვანოთ. إنه يوم جيد لنمتطي خيولنا You are the greatest lord. ასე ძალიან მარტივი ჩანს ეს თამაში, მაგრამ ძალიან რთულია მეგობრებო, ვინც არიცით. Prepare my horse and make ready to leave. შემოგვიტია ხო? კი, გასაცხაროთ. ჩვენი მეომრები მათ გადააწყდნენ. რაც არ მაწყობდა. კაი. ასასინები უფრო ძლიერები არიან. مثل الريح نركب خيولنا კაი, ესენი ჩამოვლენ და მეფესაც მოკლოთ. როდესაც მეფე კვდება, თავარი არის პერსონაჟი ლორდი. თუ ლორდი დაეცა, ყველაფერი რაც არის ხრება და ნადგურდება. ამიტომ მარტო ლორდის დაცვაც არ არის მნიშვნელოვანი. თუ ყველაფერი გაანადგურეს გარშემო და ლორდი ცოცხალია, დამიჯერეთ ვერაფერს ვერ გააკეთებთ, რადგან ახლა ფული როდესაც არ არის, ვერაფერს ვერ დადგამ, ხალხს არ უყვარხარ და ძალიან რთულია წამოიწყო რაიმე თავიდან. ამიტომ თუ დაცემამდე მიხვალ, ბოლომდე დაეცემი. Weapons needed, sire. რადგან წამოდგომა შეგვიძლია, მაგრამ არავინ არ გაცდის. ძალიან მინდოდა ამ თამაშის ონლაინ ვერსიის გადაღება. ნამდვილი მოთამაშეებთანაც შეიძლება მის A თამაში message უბრალოდ from the rat. ფასიანია. began from the sight of my თამაში არ castle შემიძლენია. immediately, you wretched peasant. لا يلحق სწრაფად بنا კრუსეიდერში არ ვაპირებთ ახლის გადახდას. კაი თამაშია, მაგრამ Orders. Charge! ონლაინის გამო არ მოხერს. أين نتجه؟ მშვიდოსნებს შეუშვათ აქ დახოცავენ მებრძოლებს. მეფეები არიან ძალიან ძლიერები, ამიტომ 1-2 ჯარისკაცი მათ ვერ კლავს. إنه يوم رائع ბევრი لنمتطي მებრძოლის خيولنا. ჭირდება. ننطلق ესენი ძალიან ძლიერები არიან, ლორდები. ლორდები არის ისინი. ფულის მეომრები რა, მაგრამ For glory! მეფის წინაშე ერთ-ერთზე ვერავინ ვერ მოიგებს. Slice them! ამიტომ ბევრია საჭირო. როგორც ჩვენი მეომრებიც მოვიდნენ. აი ერთად დაამარცხებენ მარტივად. The game's over, bumpkin. You're playing with the big boys now. For the crown! აი სენსიტიურობენ ხა დაიცვან მეფე, მაგრამ ასე ხა ისინი ძალიან არ მომწონს ეს ჯარისკაცები, აი რასაკეთებენ. სულ გადაძრომაზე არიან რა. ძალიან უხარისხო მებრძოლები არიან. Ready for orders. აი ნახევარ HP-ზე მივიყვანეთ უკვე. ახლა თავს დაახტებიან უყურეთ. ჰოპ. დავაი წააყარეთ. всё. აი როგორც ხედავთ ახლა მეფე მოკვდება. Troops are attacking. ყველაფერი განადგურდება შეხედეთ. A message from the rat. I'll give you anything. აი ესე მარტივად შევეცადე რაღაცები ამიხსნა. შემდეგ თამაშის დროს კიდე ახსნით თუ We are მოგეწონებათ. victorious, sire. რა თქმა უნდა, შეაფასეთ. ვინც იცით დამიწერეთ კომენტარები, ვინც არ იცით თქვენც მითხარით როგორი იყო. მე კი ამის დავასრულებ ამ ვიდეოს.
ავტორთავი YouTube-ზე და შეაფასეთ მეგობრებო როგორ მოგიწონებათ ეს თამაში. თუ წავიდა და არ აუშავს ეპიზოდებს გადავიღებ რა თქმა უნდა. თქვენთან ერთად იყო ბერსერკი. ყველას ნახვამდის. კარგად იყავით.